ქუთაისში მოქალაქეების დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. ახალგაზრდა აქტივისტები ცდილობენ თანაქალაქელებს დიდთოლობის პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარონ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ პრობლემების გადასაჭრელად უკვე არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათივე თქმით, ქალაქში თითქმის არაფერი კეთდება და ადამიანები ახლა არა ხელისუფლების, არამედ ერთმანეთის იმედად არიან დარჩენილი. ესე გამომდინარე რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან და იმ უხინალექიდან, რომელიც ჩამოვიდა თოვლის სახით, ქალაქში შეიქმნა უამრავი პრობლემა. ამიტომ ჩვენ მოქალაქეებმა ავიღეთ ინიციატივა იმაზე, შევქმნით ჯგუფები, თუ იმას სჭირდებოდა დახმარება ამ მიმართულებით, რაც გამოწვეული იყო პრობლემები ამ უხინალექიდან. და ვცდილობთ, რომ ყველას დავეხმაროთ ნებისმიერ მსურველს, ვისაც პრობლემები აქვს, ეს იქნება სახლების გადმოთოვლა თუ სხვადასხვა პრობლემები, რომელიც შექმნა ამ უხმანალეკმა. ამიტომ მოქალაქეების გვიერთდებიან, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ ჯგუფებს შემოუერთდეს და მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. 30-ზე მეტი სახლი არის, რომელიც ან ემიგრანტის არის და ან ისეთი ადამიანის, რომელიც მარტო ხელაა და ვერ შეძლებს დიდი თოვლის საფარის მოშორებას. რისი გაკეთება ჩვენი რესურსებით რთულია, იმიტომ რომ ეკიპირება გვაქვს როგორც ასეთი ერთი პიროვნებისთვის საკმარისი, მაგრამ ამას სჭირდება ჯგუფები და შესაბამისი ტექნიკა, იმიტომ რომ თოვლი მძიმდება განსაკუთრებით ნობის პერიოდში. არ მუშაობს ფაქტიურად არაფერი, იმიტომ რომ სადაც მივედით ჯერ გზა არ იყო მიყვანილი და იქ ვერ წარმომიდგენია რომ ვინმეს სახლის სახურავი და ავარიული ზედაპირი ან გადაეთოვლა ან დახმარებოდა. ქუჩები და მისამართებიც გვაქვს ასევე. მინდა იმის თქმაც, რომ გამოცდილება მივიღეთ საკმარისი იმისთვის, რომ შემდეგ ნებისმიერ სტიქიურ მოვლენას მოხალისეობრივად გავუმკლავდეთ. როგორც გითხარით, ხელისუფლების იმედი არ გვაქვს, არც ახლა, არც აქამდე გვქონდა და სამწუხაროდ იმის თქმაც მიწევს, რომ ნებისმიერი მომდევნო პრობლემის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ გვექნება მათი იმედი. დღეს თქვენ ნახავდით ერთ-ერთი ქართული ოცნების წარმომადგენლის ინტერვიუს, ბათუმელის, რომელმაც თქვა, რომ არაფერში არ გვჭირდება გადავიხადოთ მილიონები ტექნიკაში, რომელიც შემდეგ 2 დღე გამოვიყენოთ უნდა და 3-4 წელი ისე დავდოთ და კიდე შენახვის ფული ვიხადოთ. ეს არის დაცინვა, იმიტომ რომ თითოეული დღე შეიძლება გადამწყვეტი იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის და მე მათი საერთოდ არ მესმის.